მოგესალმებით, მოკლედ დავბრუნდით ბანელორდის მეორე ეპიზოდით და მოკლედ წინა ეპიზოდში გავწევრიანდით სამხრეთის იმპერიაში და ეხლა მივდივართ კუპას დასაპყრობად, ასე რა ის ერთ-ერთი ციხის დასაპყრობად. მოკლედ დღევანდელ ეპიზოდში რაც მინდა რომ გავაკეთოთ, არის ის რომ სალამ ზავს დადებენ, ასე რა ისთან, რაც შეიძლება მეტი ბრძოლაში მივიღოთ მონაწილეობა და შევეცადოთ რომ მაქსიმალურად ჩვენი კლანი ავიყვანოთ 2 ლეველზე, რადგან უფრო მეტი ჯარისკაცის ყოლის უფლება მოგვეცეს, ესე რომ ვთქვათ. აქ არ ვიცი რა ხდება, დაველაპარაკოთ. კარგი. წავიდეთ ახლა და უნდა ავიღოთ ჩვენ აი ეს ციხესიმაგრე დოპა. დავეხმაროთ ჩვენს არმიას და რეპუტაცია მოვიმატოთ, relationship-ი. კაფრიზა. რეპუტაცია მოვიმატოთ და სკილები გავიუმჯობესოთ. წინა ეპიზოდში დამავიწყდა, რომ ნაჯახიც დამეკრაფტა. მაგრამ თუ მოვახერხე ამ ეპიზოდში დავკრაფტავ ნაჯახს და კიდე მინდა რომ იქნებ და მოვახერხო და ცოლიც მოვიყვანე. ამისთვის რომელიმე მეფის, უფრო სწორად რომელიმე სამეფოს მეფეს უნდა დაველაპარაკოთ, ესენი რა ჯანდაბას აკეთებენ. კაი, ცოტა ხმა საუწევ, იმედია ეს ხელს არ შეგვიშლის. აი ასე. ეგ არის ეგრევე ვტენით. როგორც ჩანს შეტევაზე არ უშვებს. ამ არმიის ლიდერი არვიას ძალიან ცუდად ვართ გაშლილები. ასე რა ჯარისკაცები გჯობნიან, 704 კაცი არიან 295 კაცის წინააღმდეგ. ეხლა რაშიც არის საქმე, თქვენ თვითონაც ხვდებით. რაც შეიძლება მეტი ქილი მინდა. სკილები გავიუმჯობესო. პირველივე ბრძოლაში დავიბრიდე ისე რომ ქილი არ მქონდა. არც ერთი ქილი არ მქონდა. აი, უბრალოდ ერთი დავაზია. ძალიან ცუდად არის ჩვენი საქმე. რამდენი კავალერია ყავს უბრალოდ ასე რა ის დააგვირდეთ. $72 კაცი მოუკალით ჩვენ და თითქმის 200 იმათმა. მეტი კიდე, აქეთ დაგვიზიანეს დაახლოებით 300 კაცი დაგვიზიანეს. დიდი ალბათობით დავმარცხდებით ამ ბრძოლაში. ორი აზრი არ აქვს. მაგრამ არა უშავს, დავბრუნდებით და შურს ვიძიებთ აუცილებლად. კი ბატონო. დავმარცხდით. ძალიან ცუდად დაიწყო უკვე ჩვენი ეპიზოდი. დაგვიჭირეს ალბათ და 100 წლის მერე გაგვიშვებენ. მაგრამ აი კაია ეს. აი ეს მინდა სკილები რომ გამიზლიერდეს. მშვილდის. აქ ავირჩიოთ. მოდი პირველი ავირჩიოთ. ეგ უფრო კარგი იქნება ჩემის აზრით. აი გაგვიშვეს, მაგრამ მაინც უდათ არის ჩვენი საქმე. სავარაუდოდ ახლა ამ ციხესიმაგრეს აიღებენ. დიდი ალბათობით. ჩვენ კიდე გვინდა ჯარისკაცები რო ავიყვანოთ ახლა. კაი, მოდი აქ მივიდეთ. ტრუპები ავიყვანოთ. 14 კაცი. საჭმელის გჭირდება, საჭმელიც ვიხიდოთ. ვიხიდოთ აქ რაც არის. კიდე აი ოსტროში მივიდეთ, აქ იქნებია დიდი ალბათობით. აი ასე. ხო, ესენი ძალიან ცუდი რეკრუიტები არიან.
ერთლეველიანები არიან და ამათი გაძლიერება გვინდა აუცილებლად რომ ძალიან მაგარი არმია მოვხოდოთ. აი ესენი უკვე ერთი ლეველის რეკრუტები არიან და ტიერები მე მგონი თუ არ ვიცი სწორად როგორ არის ესენი უკვე ერთ ლეველზე არიან 21 ლეველზე უფრო სწორად აი აგერ ხედავთ და ესენი რო გაგვიხსნება მე უფრო კარგი ჯარი გვეყოლება აი მოდი მალამდე აქ მივიდეთ ნუ 1000 კაცი ამ ბრძოლის მოგების შანსი გვაქვს. მოდი შევიდეთ, გავერთობით, სკილებს გავიუმჯობესებთ და ოპა, მე შემიძლია ვიყო ლორდი. ნუ მეტაური შეიძლება ვიყო არჩერების. კი ბატონო. არჩერების მეტაური ვარ. კაი, ეხლა მოდი ჩვენ გვაქვს უპირატესო, მაგრამ ამა შეტევაზე გაუშვა უკვე კავალერია. აი მშვენიერი ადგილი არის მოსაგებად. კაი, მოიცადეთ. მე არჩერებს გადმოვიყვანე ახლა აი აქეთ მხარეს და ამ გორას როგორც უპირატესობა ისე გამოვიყენებ. დიდი ალბათობით გამოგვადგება. კაი. ვახ. ესე არ მაწყობდა. აი მედია მემორჩილებია, ხო? მოდი ასე იყოს. წესით არიგით ჩვენ უნდა დაგვემორჩილო ეს არჩერები. მოხდა ვინმეს. ოკეი. აი ჯერ აზრი არა აქვს ჯერჯერობით. ცხენი დაუზიანეთ. ვახ, ძალიან ცუდად ვისვრი მოკლედ რა, თავიდან სანამ მოვიხოდებით. ასეთი შედეგები გვექნება. საერთოდ ავაცილე. როგორც ჩანს მე მემორჩილებიან არჩერები. მედია ერთ-ორ კილს გავაკეთებ და ეგრევე არ დამაგდებენ ახლა ეს არასწორები. აი, ვახ, არა, ბოდიშით. ძალიან ცუდი ხმარი, რომ ყველაფერში მაქვს ძალიან ცუდი სკილები. ნუ ჩემი აზრები როგორ ჩანს ამ არმიის მეთაურმა წაიკითხა, მგონი სიმონი არის. და ზუსტად ამ გორას იყენებს როგორც უპირატესობა ისე 495 კაცი ვიყავით ჩვენ და დაახლოებით 500 კაცამდე ჩვენ ვიყავით უფრო სწორად და 400 კაცამდე ისინი დახმარების შემოვლეთ ეს ბოლო არმია არ არის ერთის მონით რა ხო ცხენი სხვა ცხენი ავიყვანე ბანდიტებმა მომწეს 10000 ღირდა თუ რაღაც ეგეთი მაგრამ ნუ მაინც უდი ცხენი არის რა ყველაზე ძვირიანი ცხენი უნდა დავითმოთ უეჭველი ეგ არის კილი მოდიში არის ვისა ბიჭო აი მოგავით მოდი ჩვეულებრივ ქვეითებს ავერიგოთ. ეგ არის და მე მგონი ეს უკვე უკან იხევი. ან ევდებიან. ფაქტია უკან გარბოთ მიძახა. იმედია არ ვალეს არ გამატყავენ, თუმცა ძალიან ბევრს მაკრებს არ ბარებთ. ხო აი აშკარად ბრძანება მიიღეს უკან დახევის. უკან იხევენ. ნუ ხო ეს გორა გამოგვადგა როგორც კარგი პოზიცია. არა ამის მერე უეჭველი ის ნაჯახი უნდა გავაკეთო. თორემ აზრი არ აქვს.
ვაშკარად უკან იხევენ. მოდია, ბიჭო. აი, რამდენი კილი გვაქვს? 5 კილი გავაკეთეთ ჯერჯერობით და დამხმარები მოვიდა ასე რა ის არმიას. მე ძალიან გაშლიზე დავპივა. არაც არ გამოგვადგება და მიდი თორე მოკლავ. გაიქეცი. ესე თუ ყვა ერთ-ერთი ლორდია არმიის. და ჩვენებით როგორც ჩანს შეტევაზე წამოვიდნენ. აი, მოიცადეთ, კიდან გავძრო ახლა არჩერებს გადმოვიყვან წინ. მეგონი გამომადგება. აი, ეხლა მე არჩერებს გადმოვიყვან. აი აქ. და როგორც უპირატესობა, ისე გამოვიყიდე. ეგ არის. შეტევაზე ხო? სანიონი ყოფილა საერთოდ ლიდერი ამ არმიის. მე ის არის, კიდე. ისრები მაქვს რა დაჟევს ერთი წამი. მე დავდგები და კიდე ესეც უნდა მოკრათ ვინა. გავარდით. ჩვენიას გავარდით ამ დიხარს. ისე აშკარად მოვდებით. ეგ არის. მგონი პირველი კაცი მიყავით. მისრით. მომდელ ეპიზოდში. დავიბრიდებით დიდი ალბათობით. იმედი მაქვს არ მოხდება ეს. მაგრამ ასე თუ გავიჭედეთ, დავიბრიდებით. კიდე დამხმარეები მოუვიდნენ. წინა ბრძოლასთან შედარებით, ეხლა უფრო უკეთესი არის ჩვენი ბრძოლა, კილებით გვაქვს. გავარდით. ავაცილეთ. აი, ერთი კიდე მომაკლევინით რა. ესე თუ უსრულეთ ვერ ვუშველებ. აიქეცი. ავაცილეთ და შეიძლება აგაცილეთ. აი ჩვენ დახმარებიც მოვიდნენ. აი წაქცევის მეტი ვერაფერი ვერ უქენით. ასე რა ის ერთ-ერთი ჯარისკაც. ამას დავიკეთეთ. განიხევენ ისევ. ალბათ დამხმარე რაზმს ელოდებიან. აი, ცოტა უნდა მოვიხოდოთ. ახლა ფული გვაქვს და უფრო ძლიერი იარაღები უნდა ვიყიდოთ. ხმალი, მშვიდი და ნაჯახიც მინდა აუცილებლად. პოლერმი ქვია, მე მგონი პოლერმის ყიდვა შეგვიძლია. მაგრამ მაგით ვერ ვამოყავ. აი, ადრეც რო თამაშობდი, მაშინაც რო ქილაობდი. და ესენი რას დარბიან ტრაციანი ხარები ვერ ვხვდები. ნუ ქილოს ვაკეთებ აშკარად. ეს კიდევ ერთი. ეს დავგნებდი დიდი ალბათობით უკვე კარგია. დასანებებლად. აი ეს ნაჯახი რო ქონდეს, ახლა საკაიფოდ ვიქილავდი. ზოგი ნებდება, ზოგი ბოლომდე იბრძვის, ვერ გაუვიდა. აი ესეთი ნაჯახი ვაჟ ბატონს რო უჭირავს ხელში. ნუ ისრები აი მომეცით მე უფლება რომ მთელი ჯარი დავაყენო სტრატეგიულად და განახებ 10000 კაცას როგორ დავამარცხებ 20 კაცით. შვენივრად ქილაობენ ჩვენი მეისრები. იდეალური პოზიცია. ნუ ხო ამ თამაში ერთი ეგ არის მინუსი რომ ზოგი ლორდი სტრატეგიულად აბრძოლობს და ეგრევე შეტევაზე უშვებს არმიას. რაც ზოგჯერ დამღუპველი არის.
კიდევ ერთი კილი მშვენიერი. აი მოგვიგია. კი, დავგდები. 13 ქულს გავაკეთე, ჯერჯერობით რეკორდი. ჩვენი ამ თამაში. მოდი გავუშვათ. შარმს მოვიმატებთ ამით. 11 კაცი დაიჭრა ჩვენგან და კატაპრაქტი იმპერიელი მოდი პრისონერებიც ავიყვანოთ და ესენი გამოგვადგებიან შემდგომ ყველას ავიყვანთ ჩვენ ოპა შვენიერი ამათ საჭმელი ექნებოდათ ახლა ნახეთ რა სამი ცალი აქვთ საჭმელი საკაიფოთ აქვთ ამას საკაიფოთ გქონდათ საჭმელი აგერ აი ესეთი გამოგვადგება 7 ინფლუენსი გვაქვს ხო ინფლუენსი გვინდა მეტი ჯერჯერობით მეც ვერ ავიღებთ რადგან არა გვაქვს არც ერთი ციხესიმაგრე დანუსტიკაში მიდიან და ჩვენ ამასობაში მოგვემატა სკილი ხმლით ბრძოლაში და აი ეს მინდა რადგან ძირითადად ცხენი დავიბრძოლებ და ტაქტიკაშიც გაგვიუმჯობესდა სკილი აი ერთი ცალი ეს მოგვცა ფოკუს პოინტი და მოდი აი ასე ეს გავაძლიეროთ ეგ არის აი ჩვენი შემდეგი ბრძოლა სად იქნება ნეტა კლანი რამდენზე ახლა ეგ მაინტერესებს მე 91-ზე ეს უნდა ავწიოთ 150-ზე ну როგორ ჩანს დაჭრილები არიან ესენი კი ბატონო ესენი ვაფშე პიკაუნში არიან ეს სირონიაში არის კაი ამათ მე როგორ გამოვიხმობ სად იქნება ჩვენი შემდეგი ბრძოლა ახლა ეს არის საინტერესო სად მიდიან ისევ აქ მოდიან 1011 კაცი დაესხა თავს კაი მოდი მე ვაფშე ახლა ასე რო გავაკეთო წამოვიდე უკან აუ ძალიან ელა დავდივარ აი რა გია თვითონ და ეხლა მე მგონი რა გიას რომ დაველაპარაკოთ ვასალიც გავხდებით მაგრამ როგორც მახსოვს 2 ლეველზე უნდა მყავდეს კლანი და ოპა ორი კაცით კიდე მეტი აყვანა შეგვიძლია ჩვენ ფარტიში მშვენიერი კარგი აქ მოვედით იმის გამო რომ ცოტა გავიზმანოთ და კარგი იარაღები ვიყიდოთ კაი ეს ღირს ჩვენი 620 კაი ეს გავყიდოთ მოდი ეს ხმალი ვიყიდოთ და იმედია ნაჯახი არის ორხელიანი კი არის მაგრამ ესეთი არ გვინდა აი ესეთი აი იყოს კაი მოდი იყოს სულ არარაობას მე მგონი ჯობია რომ იყოს ცოტა ხანი ამით ვიბრძოლოთ და მერე ჩვენ თვითონ დავკრაპტავთ ახალს აი შვილდის ყიდვა შეგვიძლია აი ეს გავყიდოთ შვილდი ვიყიდოთ და ჩვენ აღარ გვინდა ფარი აი ასე ახლა რა შეეხება აბჯარს 39000 ღირს ეს აი მოდი ცოტა გავძლიერდეთ ეს აბჯარი ვიყიდოთ აბჯარი კი არა და რა ქვია მუზარადი აი მოდი ეს ვიყიდოთ კიდევ ჩვენ გვიდა ახლა არმორი არის აი ეს გამოგვადგება ну შედარებით ძლიერი არმორი არის ესეც ვიყიდოთ და ესე ჩვენი ფეხსაცმელი ეხლა მინდა მე ცხენი იმედია რამე კაი ცხენი არის 10000 ესეთი მე მგონი მყავს არა აი მოდი ეს ცხენი ვიყიდოთ ცოტა ეხლა ვირებს ვიყიდი მოდი ამ ცხენებსაც ვიყიდი რომ ხო მოგვემატება ეხლა ჩვენ სიძლიერე ტვირთის გადატანაში კაი ამას გავყიდი და მოდი ეს ვიყიდოთ 120000 დავხარჯეთ მაგრამ საკაიფოდ მოძლიერდით მე მგონი ჯერჯერობით კარგად ბრძოლა შეგვიძლია ანუ გულისხმობ იმას რომ შეგვიძლია
I don't know you. კაი, ეხლა რაგიას დაველაპარაკოთ. Tell me your... და მოდი ჯერ ეს გავიგოთ, ეს ერთ-ერთი მისია და ამ მისიის შესრულების დახმარებით შეგვიძლია ჩვენ რომ ვიყიდოთ კი არა და დავკრავდოთ დრაკონის ბანერი. კაი. ნახე, შევიძლია ხა დავქორწინდე მე გაგანია ომში. ეს მოყავს სოლა თვითონ? ვინ მოყავს სოლა? ღადაო? რაგია მოყავს? რავი აქ. მე მგონი რაგიაზე ვქორწინდები. ირაზე, რაგიას ქალიშვილზე დავქორწინდი. მშვენიე. რაგიას ქალიშვილზე დავქორწინდი და აი ეხლა 90% არსებობს იმის, რომ არც გამოვიდეთ ამ იმპერიიდან და არ გადავწვათ რომელიმე სოფელი და დამოუკიდებლად არ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი საქართველო და არც ის რომ აუჯახდეთ როცა ტერიტორიებს მოგცემს. იმის გამო რომ რაგიას ქალიშვილი მოვიყვანეთ ცოლად. ეხლა პლუსებს ჩავიწერ. რაგიას ანუ relationship-ი გამიძლიერდება და თუ და ვაიდა მოხდა და რაგია მოკვდა, არის იმის ალბათობა სადღაც 80-95% რომ ჩვენ გავხდეთ სამხრეთის იმპერიის შემდეგი მეფე. მაგრამ მე კიდე მინდა კონტრაქტის დამთავრება არ მინდა. აი ეს პოლიტიკაც არ მაინტერესებს. მე მგონი ახლა მე უნდა დავეთხოვო და მე უნდა გავწევრიანდე თავიდან. გონი ესია, მაგრამ რო გავწყვიტო კონტრაქტი, არის ალბათობა იმისი, რომ აღარ მივიღებს. მაგრამ უი ხო, სულ დამოვიწყდა. ანუ აზრი არ აქვს ჯერ. მაგის გაკეთებას. რადგან ხო ეს 2 ლეველზე უნდა ვყავდეს. თუ არა ისე ვასლობა არ შეგვიძლია. ესეც ჩვენი მეუღლე ირა. ეხლა გადავიდეთ 2 წამი დიპლომატიაში. აგერ უფრო სწორად 24 გვაქვს, 24-ზე გვაქვს relationship-ი, 46 წლის არის ქალბატონი რაგია. და იმედია ჩვენ მეგობრები ვართ. როგორც ჩანს ჯერ მეგობრები არ ვართ. მტრები საკმაოდ ბევრი ყავს და კი ბატონო ეს აყავს. ქმრად ედუარდი და ირა. ირა რომელიც 34 წლის ყოფილა, მეც მაგარი ვარ ვიზე დავქორწინდი. მაგრამ სამაგიეროდ ძალიან მაგარი სკილები აქვს. უი, მე მოდიში 25 წლის ყოფილა და 34-ზე მქონია ურთიერთობა ამ ქალბატონთან. კაი. მოდი ჯერ ვიბრძოლოთ და შემდგომ რასაც გავაკეთებთ არის ის რომ ერთ-ერთ ქალაქში მოვიხმობ ჩემს მეუღლეს და გავბრალდებით. შვილი გვეყოლება. აქ ისევ დაესხნენ თავს და სად არის ვაფშე არმია? აი რა სისულელეებს აკეთებენ უბრალოდ ბიჭო ზოგჯერ. ანუ აქ ამ ქალაქს უნადგურებენ და სად წავიდნენ უბრალოდ. აი მოდი ცოტა ჯარისკაცები ავიყვანოთ და აქედან შეგვიძლია ესე ავიყვანოთ. შევიდეთ ახლა. ოპა, ესენი მშვენიერი ძალიან გამიხარდა. 48 კაცის აყვანის უფლება გვაქვს უკვე. აი ესენიც გამომადგებიან, კავალერია ბლომად მინდა. აი ესენი მომეცი. არა ძალიან მაგარი ჯარისკაცები ყავს ასე რა ის რა. ეხლა შევიდეთ და აი მოდი დაახლოებით რამდენი აი ესენი გავაქროთ. აი ესე. კაი, მოდი ახლა შევუერთდეთ ჩვენ ზაჩანის არმიას და დავეხმაროთ ამ ციხესიმაგრის აღებაში. ჯერჯერობით არ ყავთ მარტო. და დაახლოებით 900 კაცი ვართ უკვე. 936. ეგ არის. იმედია ეგრევე შეუტევენ. და ვაფშე შიმშილი შეიძლება, აი ნახეთ აქ დაგვირდით. ახლა მორალიც ეცემა ამათი, არც საჭმელი აღარ აქვთ. და აშიმშილებს როგორც ჩანს ახლა ეს არმია. ასე რა ეს ერთ-ერთ ციხესიმაგრეს. და აი მალე უნდა აიღოთ რა, ის შიმშილი შეუტიეთ, ან ტრუპები მაინც გაუშვათ. თუ არა ისინი მოვლენ. აი დავკარგეთ. ის ციხესიმაგრე უკვე. კი ბატონო, ეგ არის. აი მოდი შევიდეთ და გავერთოთ. ჩვენ გარაბიდის. აი შემოვედით. 236 კაცი არის. მაგრამ მოდი დავესხა თავს ჩვენ გარამიდის.
ისინი აშენებულები. აუ, იმათ რა ქვია დამავიწყდა. კაი, მოდი მე. ოპა. გაჟლიტა უბრალოდ კატაპულტა. ჩვენი არმიის რამოდენიმე წევრი. აი, ოპა, რა სწრაფი ცხენი არის, ძვლივის ნორმალური ცხენი ყავს. და იმედია ახლა ის არის კაი, ანუ შვილდიც კაი არის და იმედია კარგად ვისვრით. ნახოთ აბა. ხო, კარგად არ ვისვრით. ვაჰ. აი, კარგად ვინისვრის. გავარტყით. ეს ვერ გავარტყით. სხვა მოკლა. კაი. აუ, იმას როდის მოიტანებენ ვაფშე. ცოტა ზემოთ უნდა ავწიოთ. დედას ტირობენ უბრალოდ ჩემი ჯარისკაცები. შევდივართ. აქ ცოტა თულად არის საქმე. ეს კარი უნდა შევანგრიოთ. ხა დავიწყებთ ჩვენც. აი ასე. ცოტაც. აი ასე ჯობია და ეგ არის, შევედით და ვიქილავთ ხა ჩვენი ნაჯახით. ვაჰ, ვერ ვიქილავთ. ვერ ვიქილავთ ასე, გაჭიდილები ვართ. მოდი შვიდით ვიქილავთ. ეგ არის, შვიდი ცოტა კილოს გავაკეთებთ. აх, ჩემი დავვრიდე. აი აქედან რომ გავიდე რამედაირეთ ახლა. აი ეს მაწყობდა. ახლა შვიდით აქედან უცბად დავხოცავ. უმეტესობას. აი, რამდენი უნდა გაგარტყა, ბიჭო, მოკვდი. ატრაკებ ახლა. ეგ არის. მოდი ბარებ, ეს 7 ის არის გამოვლიოთ. აი, თავში უნდა გაარტყა და კვდებია. ეგრევე. ეგ არის. აх, ჩემი ავს. ერთი ნაბჭი. ეგ არის. მოდი ახლა ნაჯახით ვიჩეხავთ. აუ, ენევდებიან უკვე ეს არასწორები. ნაჯახით მინდოდა კილაობა, ბიჭო. ეგ არის. მოდით აქ. აх, დანებდნენ. აი, და დაგვრჩა რამდენი? 42 კაცი კიდე დაგვრჩა. აუ, აქ ისრევი არსად არ არის. ნუ აი, გზევით ციხესიმაგრეებზე დარჩნენ. ამა დიდი ალბათობით ტყავს გააძრობენ ახლა ეს ჯარისკაცები. კაი, მოკლედ ეგ არის. ეს კაი, მოკლედ ეგ არის ეს ციხესიმაგრე. აღებული არის. ტრუპებით გავუშვით. ხო, ამათანაც ურთიერთობა გავიძლიერეთ. პრისონერები უეჭველი ავიყვანოთ. კაი, ჯერ არავინ გაგვიძლიერდა ჩვენ. და აუ, ნახეთ რა, კაი ლუთია უბრალოდ. ლუთი რაღა იყო და ბანერი რა კარგია, ნახეთ. კაი, ამ ბანერს მე დავიტოვებ, რომელიმე ჩემიანს მივცე. აი, მე დავიჭერ ამ ბანერს. ხო, კაი, აქ მეტი არაფერი აღარ გვინდა. ეგ არის. ეს ტერიტორიები დავკარგით. უბრალოდ ეს ციხესიმაგრე. ზუმ. რასაც შიბალ ზუმ. ხასტე. კაი, მოდი გავწევრიანდეთ ახლა ისევ არმიაში. ვინ იყო? ეს იყო? ვინ იყო ბიჭო ლიდერი? ეს იყო მე მგონი, ხო? არმიაში გავწევრიანდეთ. და ეხლა დაველოდოთ ჩვენს შემდეგ ბრძოლას და მითითებას. ამაზობაში 1089 წელიც მოდის და ვიღაცამ პაგარიოსმა შეკრიბა არმია, თავისთან მიმიხმო, მაგრამ ამ არმიას არ დავტოვებ და დავიბრუნოთ მოდი ახლა ეს ციხესიმაგრე. ვაჰ, რამდენი არიან ბიჭო?
მოკლედ ეხლა რა მოხდა ხო მივდიოდით იმ ციხესიმაგრის დასაბრუნებლად და გზაზე შეგხვდა ასერაის 786 კაციანი არმია კინაღამ ჩვენზე ორჯერ მეტნი არიან მაგრამ სიძლიერეს რაც შეეხება ამათ უფრო დიდი აქვთ ანუ ამათ კავალერია ეყოლებათ ისე 354 ცხენოსანი ყავთ უბრალოდ ინფეტრი ყავთ 370 კაი ჩანდაბას ვიბრძოლოთ იმედია მოვიგებთ ოპა მე შემიძლია კაი მოდი ისე არჩერების გავხდები მე არ შემიძლია არა და ნახეთ ბიჭო კარგი სტრატეგია აი აქ რო ავწიოთ არჩერები რო აი აქ ავიყვანოთ ინფეტრიც აი აქვე დაბლა იყოს და კავალერიაც აქვე წინ მე მგონი ჩვეულებრივად შეგვიძლია რომ მოვიგოთ მაგრამ აი არა უშავს აი მე ვარ ისევ არჩერების ლიდერი ეხლა მოდი მე რას ვიზა ვიცი ამ არჩერებს ჯერ ჩემთან გამოვიძახებ გამოვყვნეთ როგორ ჩანს მე მგონი ამ თამა ჩემი ესმის აი როგორ ჩანს მე რაც ვთქვი ეხლა ზუსტად იმ სტრატეგიას იყენებს ეხლა ეს ჩვენი არმიის მეთაური აქ არა ეს ამ ზონაზე დასანებებელი ადგილი არის კაი ეხლა მე არჩერებს აი აქედან აი ასე გავშლი და იმედია კარგი სტრატეგია იქნება და ესენი ვაფშე სად ატკნენ ემდებიან თუ რას აკეთებენ ხო თან რომელიმე ასე რა ის ჯარისკაცი თუ ამ წითელ ხაზს გადაკვეთს ავტომატურად დანებდება რაც ჩვენთვის ესეც სტრატეგია არის მოდი ახლა 7 დავიწყოთ ოპა ნუ ხო 7-ზეც ბევრია დამოკიდებული როგორი სიძლიერისა გაქვს ეგრევე უბრალოდ ჯოხით გაკეთებული არ ვარგია ბიჭო არ ხვდებიან რა ძალიან სუსტია ეს ნახე არა როგორც ჯობია რამდენი ის არის დაფრინავს აერში ბიჭო აჩახიმის რო ლამარასო ეგ არის გაუშვით საიქიოში ვაჰ რამდენი არიან ვაჰ დავიბრიდები გავიჭედე არა უცუდია რომ თან ფარის ქონას არ შეგიძლია როცა ასეთ ინვენტარს ალაგებ დავიბრიდეთ კაი რამდენი 5 კაცი მოვკარით და წავაგით ხო არ ხადაო მამი ჩვენზე მეტი იყო ჩვენზე მეტნი იყო და მე უცებ ის წინა ბრძოლა მახსოვდა რომ ჩვენ მეტი ვიყავით უბრალოდ არმიაზე კაი არა უშავს ეხლა დაგვიჭერეთ დიდი ალბათობით მაგრამ გაგვიძლია და სამაგიეროდ სკილი აი ეს ესეც გავაძლიეროთ აი ეს უფრო სწრაფად ვივლით და ერთი კიდე დამჩა მედიცინაში ხო აი ეს კაია აი ეს სკილი მინდა უფრო მალე გამოვჯანმრთელდებით ძალიან ცუდად არის ჩვენი საქმე ძალიან ცუდად იმედია მალე გაგვიშვებენ ახლა და მართლა 100 წლის მერე არ გაგვიშვებენ ხო აი ეს მისია კიდე რო ანუ ამ მისიაში კიდე რო აკაც უნდა გავესაუბროთ რომ ამ მეფეს ან ლორდს და იმ დრაკონის ბანერში რაც პირველ ეპიზოდზე თქვი დრაკონის ბანერის სხვა ფრაგმენტებსაც ვნახავთ და შემდგომ შეგვეძლება დრაკონის ბანერი რო კონდეს აი შემიცოლი კაუნში არის ოპა თავს დაესხ ხა და მიდი მალე გამიშვი რა ეგ არის დავეხმარო ეხლა მაგრამ სიცოცხლე ძალიან ცოტა ხარ რა უნდა დავეხმარო აი ეს ვისი არმია პაგარიოსი აი ესე დიდი ალბათობით დამარცხდებიან
მოდი ჩვენ ცოტა ავიყვანოთ ჯარისკაცები. აუ ჩვენ ხო პრისონერებიც აღარ აყავს. ეგ სამწუხაროა, მოდი დიაგნოსტიკაში მივიდეთ. და აქ რა ხდება? ვიღაცას უნდა ჩვენთან ლაპარაკი. ხო, ანუ ეს ერთ-ერთი ლორდი არის, სასერაის და იმ დრაკონის ფრაგმენტზე გვეტყვიან რა. აი გარნიზონში არაფერი არ გვესაქმება, ჩვენ გვინდა ტრუპები, არც არაფერი არ ყავთ ამათ. აუიყვან, ოპა, შვენიერი. აი ესენი შედარებით კარგი ჯარისკაცები არიან. გამოგვადგებიან აუცილებლად, აი მოდი ავიღოთ. საჭმელი მთლიანად. უბრალოდ ერთი რა ვერ მივხვდი, იცი? ეს თვითონ რაგია რატო არ ბრძოლობს? ოპა, ესენი ძალიან ბევრი არიან, ეხლა თავს თუ დაგვესწრე გავჟილიდავენ. აი კაი არის 10 თაოთ რო დავესხათ ესე თავს, მაგრამ მე არა ვარ ჯერ ლორდი და ამიტომ მე არ შემიძლია გადაწყვეტილებები რომ მივიღო. ძალიან ცუდი. ნაუ აქ რა საკეთებენ აზია რა, ალბათ ჯარისკაცებს ელოდებიან. კაი, მოკლედ ალყა შემოვარტყით შიბალ ზუმარის ციხეს, ზუმრ აწერია, მაგრამ იყოს მოდი ზუმარი. აი წეხა რომ დავკარგეთ თუ გახსოვთ. და არაფერს არ აშენებენ საერთოდ ესენი ბიჭო. ხსილული ნამაც არ მიაშენ. აი ახლა დაიწყეს აშენება. აი კარგი იქნება რომ ეს 10 თაოთ რო ვსდიოთ ლორდებს დავიჭიროთ, გავანადგუროთ. მე მგონი მშვენიერი აზრი არის. კაი, აი ეს ააშენა. კაი, მოდი ეს ტრუპზე გავუშვათ. 331 კაცი მოგვიკვდა, 357 დაიჭრა. ნუ ჩვენ იქით ყველა დაუხოცეთ, ვინც ყავდათ საერთოდ. აი ეს პრისონერი გამოგვადგება ჩვენ, 4 კაცი გაძლიერდა, მოდი არჩერები გავხადოთ და აი ესენი წავიღოთ ლუთი და გავკიდით, შემდგომ გამოგვადგება. ეხლა მე მაინტერესებს თუ მომემატა ეს. ანუ ესე იგი ნახე რა ხდება თუ შენ არ იბრძოლე, ხო ეს ესენ ტრუპით არ გემატება. ოკეი. მე მაქვს ეხლა ერთი იდეა. უფრო საინტერესო რომ გავხადოთ ჩვენი ეპიზოდები. აი ესე ლუთერებთან ვიბრძოლო ბანდიტებთან. აუ 500 ხალხა შემოვარტყავენ დიდი ალბათობით. ანუ კლანი ავიყვანო 2 ლეველზე, უფრო მეტი ჯარისკაცი მეყოლება და აი ასეთ 10 თაოთ რო დადიან ლორდები, ანუ უბრალოდ ჯარისკაცები დავესხა თავს, დავამარცხო. პახო თუ გამიძლიერდება კიდე კლანის ლეველი. და მაგის მერე შევძლებთ უკვე ლორდობასაც. აი მოდი დიაგნოსტიკაში მივიდეთ კიდე. იმედია ეხლა აქ აი პრისონერი გავყიდე აუ შემთხვევით არა და გამოვადგებოდა. აი მოდი უცებ კომპანიონით ავიყვანოთ. ეგ არის. მოკლედ ასე მოდი ვსდიოთ ცოტა ხანი ბანდიტებს. ლუთერებს ვიბრძოლოთ. ჯარი გაგვიძლიერდება. აქ არ გვინდა არანაირი წყობა ეგრევე შეტევაზე. ჯარი გაგვიძლიერდება, ჩვენ სკილებს გავიუმჯობესებთ, მოვიმატებთ კლანის ლეველს. და ვასლებიც ვიქნებით. და ბევრი ჯარისკაცი საყვანო რო შეგვეძლება, უფრო საინტერესო იქნება ჩემი აზრით მერე. კაი, ეს 20 წელიც მოვკალით, არ მინდა ამის პრისონერები. ავიღოთ ეს. და ჩვენ არმია გაგვიძლიერდა. აი ასე, იდეალური. წავიდეთ ახლა, ვოძებნოთ კიდევ. იმედია ბევრი შეგხვდება ეს ბანდიტები, აქ კავალერია ყავთ საკაიფოდ. კაი, სალამამად შეტევაზე გავუშვი, ხა მეწავა ჯერ. თავიდან. იქნება 1-2 კაცი მოკვდა. სალამს უჩემიანება დახოცეს. მე არის მინუს 1. ახლა ეს რაღაც. აი მოდი ნაჯახის კილები გავიმჯობესოთ, ამათ უცბად დავხოცავ.
აი ასწორეს უბრალოდ რა ბანდიტებთან ბრძოლა იმის შემდეგ აი თავიდან სანამ მოიხოდები და კლასაზე სულ თავს გესწვიან და სულ გამარცხები ვინც ახლა თამაში არის მე რო დაესწრები და ყველაფრის გამო შურს რო მიძიებ ძალიან მაგრად ასწორეს აი ეს ორი პრისონერიც მოდი ავიყვანოთ კიდე გაგვიძლიერდა ჩვენი არმია აი ასე და ნუ მე უფრო ძნელად დასამარცხებლები ვიქნებით კაი არმია რო გვიძლიერდება კაი მოდი ახლა ამას ალყა შემოარტყეს ისევ აქ 300 კაცია აქ 400 ერთი დიდი არმია ჩემი საზრით უნდა ჩამოყალიბდეს და მე უფრო უკეთესი იქნება მოდი ონირაში მივიდეთ გავყიდოთ ახლა ჩვენ რაღაცეები და შემდგომ აი სკილი გაგვიძლიერდა ჯერ და შემდგომ შევუერთდეთ რომელიმე არმიას და ვიბრძოლოთ მოდი გავყიდოთ პრისონერები ასე ავიყვანოთ ხალხი აქ კიდევ ერთი კომპანიონი ავიყვანოთ აი მჭედელია თან გამოგვადგება მჭედელი აი მოდი აქ ეგ არის კიდევ ერთი ყავს კომპანიონი აი ესენი გავუშვათ ერთიც კიდე ეგ არის 48 კაცი არის ეხლა გავყიდოთ ჩვენ ფული აქ საკაიფოთ არის აი აქედან არაფერი არ მინდა მოდი აქედანაც გავყიდით და თუ რამეა ფარს მერე ვიყიდით ნუ აქედან არაფერი არ მინდა უბრალოდ მოვიშოროთ ყველაფერი რაც არის ჩვენ ცხენები აღარ გვყავს ცხენები აღარ გვყავს აი ეს 4 ცხენი ვიყიდოთ აკლევიც ვიყიდოთ ცოტა ანუ ეს ერთ-ერთი ხრიკი არის ამ თამაში თუ ნელა გადაადგილდებით შეგიძლიათ იყიდოთ ცხენები ვირები და აი აგერ როგორც ხედავთ ეხლა 501 კილოს ტვირთი გვაქვს ესე რომ ვთქვათ მაგრამ შეგვიძლია საბოლოო ჯამში 2230 კილოს ტვირთი ვატაროთ მაგრამ ამას რაც უფრო მეც აწევთ მით უფრო სწრაფად ივიდეთ სულ რომ მილიონზე აწევთ არ ვიცი ადის თუ არა უფრო სწრაფად ივიდეთ და უფრო მეტიც დაგეტევათ გადაადგილებაში ყოველ შემთხვევაში ხელს აღარ შეგიშლით ჩვენ ძმას ანუ ჩვენი ძმა ხელს თხოვს ხუზაიტების ერთ-ერთი არ ვიცი ვინ არის ესა მირიმი ერთ-ერთი ქალიშვილის ხელს ითხოვს ჩვენი ძმა 29 წელსაა ჩვენი ძმა 20-ის ეს ქალბატონი მოდ დავთანხმდეთ რატო არა ურთიერთობა გაგვიუმჯობესდება ეგ არის ნათანოსმაც მოიყვანა ცოლი მოდი ახლა უცბად სახელებს შევუცვლი ნათანოს დავაწერ დავიც ახ ესე დავიდ ჩვენ მეორე ძმას მოდი დავარქვათ ერეკლე ქართული სახელები მივცეთ და ალიეს დავარქვათ ნინო მოდი ჩვენ ცოლსაც შევუცვალოთ სახელი და რძალსაც მოდი ჩვენ ცოლს დავარქვათ ნატია ასე და მირიმს ჯერ ჩვენთან მოვიხმოთ მოდი ამ მირიმსაც დავუშევუცვალო და დავარქვათ მერ ჯადობა მერი ეგ არის ნუ ამათზე არ შემიძლია როგორ ჩას კაი მოდი ახლა დაველოდოთ ჩვენ რაგიას არმიას აგერ არის და აქეთ ჩამოვიდეს შემდგომ შევუერთდეთ რამდენი კაცი ხავს ისე 715 უფრო მეტი აი მედია უკვე ჩვენი ცოლი დაფეხმძიმდა ჯერ არა აი წავიდეთ ახლა ჩვენ რაგიასთან ეს მიდის აი აქ ხო მოდი აქ წავიდეთ ახლა ჩვენც შევუერთდეთ რაგიას არმიას ვიბრძოლოთ ერთი ბრძოლა ალბათ კიდე და დავასრულოთ ჩვენი მეორე ეპიზოდი ან ვაფშე ახლა შევუერთდები რაგიას აი ასე ეგ არის 858 კაცი ყავს რაგიას თავის არმიაში იმედია კავალერია იქნება ბევრი თუ ველზე გვიწევს ბრძოლა კავალერია გამოგვადგება ძალიან თუ კი გვიწევს რომ ვიბრძოლოთ და რომელიმე ალყა მოხსნათ მაშინ
ფეტრი გჭირდება. დაესხე თავს მიდი. რატო არ დაესხა ბიჭო? აუ 900 ნიგახთ მე ვაფშე. ჩო უცებ. ამა შემოარტყეს ამ. აუ რა თავგზავნეული ვიდადის ვერ გავიგე ახლა ამა დაესხმება თავს. კი ბატონო. 1067 კაცი 812-ის წინააღმდეგ საკაიფო ბრძოლა გამოვა, მაგრამ მანამდე მაინტერესებს რამდენზე ავიდა ჩვენი კლანიო 102-ზე. ცოტა გვინდა. აი, მოდი ვიბრძოლოთ. ჩვენ ვიყოთ ისევ არჩერების ლორდი, მეთაური. აი. ეხა მომხევით არჩერები მე. ამას რა ის იმფეტრის დედა იქნება ნატირები თუ ეხლა ნორმალურად დაალაგებს ეს რაგია თავის არმიას, თორე ჩემ არჩერებს არაფერი არ უჩვენს. ალა მაგამდე ამოვიდნენ კიკილაობენ საკაიფოდ. ჩემს გარდა. ავიღოთ აჯახი დავერიოთ. ორას ცურავე. უცვალებულთა სხეულები, ეგ არის, ეს ერთი. fuck. მოგდით. მაგრამ არა უშავს. იმედია. აი. მე როგორც კი მოვკვდი პოზიციების დაკავება დაიწყეს არჩერება. ესე შეიძლება დადადგინოთ. მაგრამ აი ამ გადაადგილებაში ძალიან ბევრი ხალხს ვკარგავთ. ძალიან ბევრი ადამიანი კვდება ამ გადმოადგილებაში. ძალიან ცუდი არის ეს ფაქტი. მოკლედ აქ ახლა ესეთი სიტუაცია არის. 500 კაცი მოგვიკვდა, დაახლოებით 500 დაშავდა კიდე ჩვენგან. ამათ მოუკვდათ დაახლოებით ხო, ეგრე 500 კაცი და 300 დაშავდა. და როგორც ჩანს დანებდნენ ჩვენგან 4 კაცი, იმათგან 3 კაცი. ნუ მოვიგეთ ეს ბრძოლა, კი ბატონო. ნუ ბრძოლა კი მოვიგეთ, მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრი დავიხოცეს. ეგ არის, ეს ერთი კაცის დანებდება დიდი ალბათობით. ერთმა კაცმა მოკლა ორი ჩვენიანი დაამოღამეთ პროსტა. საღო რა სიმძვის. ეგ არის. ვინ იყო ასეთი? არჩერი იყო. გააძრო სახე. აი აქ. ტრუპებით. ემირ ტაისი, გავათავისუფლოთ. პრისონერებს საკაიფოთ. ავარეკრუტეთ მერე დავიყვათ. ჩვენს არმიაში და საკაიფო ლუთიც მოგვიტანეს. ესე გამოვადგება. აი, მე მგონი ურიგო არ იქნება მეორე ეპიზოდი რომ დავასრულოთ აქ. 79 კაცი დარჩა რაგიას. კარგი, მოკლედ მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონა დღევანდელი ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და დატოვეთ კომენტარი და აფიქსირეთ თქვენი აზრი. მადლობა ყველას ყურადღებისთვის. ჩვენ კი შევხვდებით მესამე ეპიზოდში. დროებით.